ქუთაისის მერსა და უსახლკაროებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ქუთაისის მერიასთან უსახლკაროებმა აქცია გამართეს და სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კომისიაში ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წარმომადგენლის თემურ ცამციშვილის ჩართვა მოითხოვეს. მოგვიანებით მათ ქუთაისის მერი შოთა მურღულიას შეხვდა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ქალაქის მერისაგან სოციალური საცხოვრისით დროულ უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს კანონის შესაბამისად მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ქუთაისში 2017 წლის 1 თებერვალს უნდა დასრულდეს. საცხოვრებელი 70 ოჯახზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე სპეციალური კომისიის შექმნა მიმდინარეობს, რომელმაც 700 მოქალაქის განცხადებიდან 70 უნდა შეარჩიოს. საკრებულოს დადგენილება არსებობს, სადაც წერია, ნებისმიერ პირს შეუძლია იყოს დააკვირდეს კომისიის მუშაობა. მე ვითხოვ დაკვირებას. რა პრობლემაა დააკვირდეს? ხო, მაგას ვამბობ, გუშინ არ მომეც ამის საშუალება. აი ამ არგუმენტის გამო, რომ პოლიტიკური სუბიექტი იყო კომისიის ხო და დამთავრდა მასში, ნახევარ საათში, კი, გასაგები. ხო, რა უნდა გვიქნა? ახლა ვითხოვ კომისიის წევრი, რომელიც გადაწყვეტავს ამ გამჭვირვალობა. ხო, კომისიის წევრობა, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა. იმ კომისიის სხდომების გამჭვირვალობას გახადეთ საჯარო და ვისაც უნდა დაესწროს გარდა იმ ადამიანებს, ვისაც კანონით ეკრძალება. შენ საძინა, უმწევა 100 ვალ შვილი მიკვდებოდა, შვილი რომ მიკვდებოდა. ამან ამოიღო და დამეხმარა. შვილი მიკვდებოდა. აბა მე თავობა რა თქმა უნდა გამაგებ დაეხმარა საარჩევნო სუბიექტი. ეს არჩევნები უნდა მოხდეს. არჩევნები არა. დაგიმთავრდება რა. ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა დაგიმთავრეს ბოგინს. ეს ხალხი არა, მე ახლა მოვედი უნივერსიტეტიდან მოდიოდი, უბრალოდ გითხარი. შენი დასასრული ეს ხალხი დაგიმთავრე შენ ყველაფერს. მურღულია უნიათო. რო აღარ მიშვე მერიაში. არიჭყუბებია. დაქირებში ქირად ვერ ვიხდი. მოვალ ერთ ოთახში მაგარ და შემოვალ მერიაში. ასე გავაკეთე. ვარი დაგიხარი გერგე და დახმარება გადავიხდი ქირის ქირა. აბა 2 მილიონი ნახევარს არ ხარჯა ალკასო ასაშენებლად. ის მიწელა არ განაწილებულა. არა, მოიცა 13 წელიაზე ხელი აქეთ არ უნდა გაგეგარი და ხელი 13 წელია, 9 წელი, 13 წელიდან ესეთი. აგე ბატონო, აგე რა. აგე რა. არა, ახლა როარი ვაშენე. და 2 მილიონი ხელი დიდი განსხვავება. 2 მილიონი. მარტო ლაპარაკი არ გიტა ბატონოში და ბოდიში შვილი ყავ. ამოიღეთ ახლა თქვენ ფული და მომეც მე შვილი მიკდება შვილი ვიმათხოვო შვილი ბიუჯეტიდან დაგეხმარე? ერთხელ ეყოფა მარტო წელიწადში სოციალური შემწეობა და 100 ლარი. მე წამოვწავ თქვენ და მე მაღაზიაში თუ არა ყავ და განახეთ ახლა პირველი გვინდა აღვნიშნოთ ეს პრობლემა არის დაახლოებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ანუ უბინავებთა პრობლემა, რომელიც მხოლოდ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტში თანხა გაითვალისწინა, წელსა მილიონი ლარი და გაისად 1,5 მილიონი, რათა აშენდეს. გუშინ ჩატარდა კონკურსი, ოღონ ეს კონკურსი შეეხებოდა თუ ვინ ააშენებდა, ან გარემონტებულ ფართებს გადმოგვცემდა და ნუ ეხლა მიმდინარეობს პროცედურები, სადღაც 1 თებერვალი 2019 წლის თებერვალი არის განსაზღვრული, რომ ეს პირველი შენობა აშენდეს, რომელიც არ აშენებულა არასდროს. ეხლა რაც შეეხება, ხო, ნუ რა ვიცი, ამას მოხდა პირველ კითხვას გავიცი. აქ ერთ-ერთი სუბიექტი არის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში იმყოფებოდა 9 წელი და 1 კვადრატი არაა განაშენები და ესე იგი ეს ადამიანი მოგვიწოდებს, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩადებულია ბიუჯეტში თანხა და მიმდინარეობს შენებლობა და ეხლა რა უნდა გავცე? პასუხი მითხარი 9 წელი არაფერს არ გააკეთებ და ახლა გამოხვალ სხვისი დამცველი და რა შეეხება კომისიაში წევრობას, კომისიის წევრობას საზღვრავს ჩვენ. სხდომები არის საჯარო, ისე როგორც გუშინ შეეძლო, ვისაც სურვილი ჰქონდა. ჟურნალისტები იმყოფებოდნენ იქ და გადაიღენ ყველაფერი. რა არის აქ პრობლემა ვერ ხდები?